მოგძანდით ქალბატონოლია, მოგესალმებით. გთხოვთ დაბრძანდეთ. ჩვენ ალბათ შეგვიძლია თუ წევრები არ იქნებიან წინააღმდეგნი, სანამ ქალბატონლიას გავესაუბრებით, რომ ბატონ გიორგისა და ბატონ ავთანდილს თხოვოთ, რომ აქვე მოიცადონ დარბაზში და არა მოსაცდელში. ეს ალბათ ასე უფრო მისაღები იქნებოდა ყველა გაგებით. ამასობაში ქალბატონლიას გადავუხდი მადლობას მობრძანებისთვის, ძალიან მიხარია თქვენი ხილვა. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ და თქვენ მთელ ოჯახს. ყველა იმ საქმისა და ღვაწლისთვის, რაც გაგიწევიათ და ჩემი მხრიდან იმ ასაც დავძენ, რომ მობრძანდით ბატონო გიორგი, გთხოვთ დაბრძანდეთ ბატონი ავთანდილი, როცა მობრძანდება, მასაც შეიძლება რომ დარბაზში ბრძანდებოდეთ ჯობს ვიდრე მოსაცდელში. მადლობა ბატონო გიორგი, დაბრძანდეთ. და იმას ვამბობდი ქალბატონოლია, რომ ჩემი მხრიდან მინდა ისიც დავძინო მეთქი, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ და რას შევძელით ღირსეულად პატივი მივაგეთ დიდჩალვა მირანაშვილს, რომლის ოჯახის წევრი თქვენ ბრძანდებით და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, რომელიც მის სახელს ატარებს, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გავატარეთ, რომ არაფერი ვთქვათ საგანძურის სათანადოდ დაბინავებაზე, რესტავრაცია, კონსერვაციის საქმეების წამოწყებაზე, სრულიად ახალი შენობის, რეკონსტრუირებული შენობის გახსნაზე და იქ ევროპული დონის იმ გამოფენების მოწყობაზე, რომელშიც ბატონი შალვას და სხვა დიდი ქართველების მიერ წლობით ნაგროვები და ნასათუთევი ექსპონატები გამოვფინეთ და ამაში თქვენი მეუღლის მისი დედმამიშვილების თქვენი როგორც ქალის და ქალბატონის მეცნიერის დიდი წვლილი იყო და მადლობა ამისთვის. ქალბატონოლია, მადლობა მობრძანებისთვის. პროცედურა რომ დავიცვათ, მე მინდა ხელმოწერა გთხოვოთ იმ დოკუმენტზე, რომელიც თქვენს წინ არის. ეს არის გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ კომისიის წინაშე ცრუ ახსნა განმარტება მცდარი ფაქტების მოწოდება განზრახ შეცდომისგან დაზღვეული არავინ აქ საუბარია განზრახ ამის გაკეთებაზე ეს ისჯება სისხლის სამართლის წესით და ამის თაობაზე რომ ხელი მოაწეროთ და შეუდგეთ საუბარს თუ წინააღმდეგი არ იქნებით. დიახ. ქალბატონოლია, დიდი მადლობა. თქვენ რამდენი წუთიც გჭირდებათ? აქ არ ვართ ჩვენ ალბათ შეიძლება 15 არის. 15 იქნება 20 თუ 10, რა დროც თქვენ თვლით რომ გჭირდებათ. მე ვიცი რომ თქვენი მომართვიდან გამომდინარე ვიცი რომ გაქვთ სათქმელი. თქვენი სათქმელი რომ გითხრათ, შემდეგ დავსვამთ კითხვებს. აქვე ვიტყვი რომ ბატონი გიორგი გოგოლაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარია თქვენთან ერთად დღეს, ვინაიდან მან მინიმუმ 3 წიგნი გამოსცა იმ პერიოდთან დაკავშირებით და მე მინდა უკვე ვთქვა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს გამოცემები. დღეს ამდენი წლის მერე ალბათ თქვენ რომ ამას ქმნიდით, კი ფიქრობდით რომ ასეთი სათაურიც აქვს, რომ ისტორია მიცოდესო, მაგრამ დღეს ეს დადასტურდა, რომ ისტორიას ეს დაჭირდა, დღევანდელობას დაჭირდა და ის ფაქტები, რომელიც შეიძლება დღეს გახსოვს, მწვავედ განიცდი და გონია რომ წლების მერეც გემახსოვრება, დადგათ რომ როდესაც არის თაობა, რომელმაც საერთოდ არ იცის იმის თაობაზე რა მოხდა და ჩვენ მივიწყებული გვაქვს ზოგიერთი ემოცია, იმიტომ რომ ადამიანს ემოცია უნელდება ხოლმე. ამიტომ დიდი მადლობა ამ გამოცემების კვალდაკვალ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ თქვენთანაც. ქალბატონოლია გისმენთ. დიახ, ქალბატონოთია, თონებას დამფრთავთ. თქვენ ისეთი მომართვა ქონდა ჩემს მიმართ, რომ მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რაც თქვენ და თქვენმა გუნდმა მოახერხეთ და გააკეთეთ. არ ვიცი, ეს ჩემთვის იყო, ჩემი ოჯახისათვის იყო წარმოუდგენელი რამე, იმიტომ რომ შალვა ამირანაშვილის სახელი
ჩვენ გვეგონა რომ უკვე მის სახელს აღარავინ აღარ ახსენებდა და თქვენ უკტავყავით ყველაფერი ის რაც იმკას გაუკეთებია საქართველოსთვის და მინდა გითხრათ არა მარტო მუზეუმისთვის არამედ მთელი კულტურისთვის რაც თქვენ გააკეთეთ უღრმედ მადლობას მოგახსენებთ და შემიძლია ვთქვა რომ მე და ჩემი მეუღლე ვამბობთ რომ აწი ძალიან მშვიდად წავალთ ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ დაბინავებულია ბატონი შალვას სახელი. უღრმესი მადლობა ამისთვის. მადლობა თქვენ. ეს ერთი რაც. ეხლა მეორე საკითხი, რისთვისაც ვარ აქ მოსული. ამისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ, იმიტომ რომ მე არ მაქვს უფლება თამარ კეკელიძის სახელი ისტორიის ამბებში სადღაც გაიბნეს და ასე ზეპირად დარჩეს საერთოდ შთამომავლობას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ძალიან მიხარია რომ ეს სადღაც დაფიქსირდა და აი თქვენთან თქვენს კომისიაზე არის ეს წერილი და ყველაფერი ეს არის აღნუსხული. თამარ კეკელიძეს მე დიდი ხანია ვიცნობ, ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ ვიყავით თანამშრომლები. გარდა ამისა, ჩვენ ვიყავით ძალიან კარგი მეგობრები. არა მარტო მეგობრები, შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ოჯახის წევრები ვით ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენი სპეციალობა ეთნოგრაფია არის თავისებურად საინტერესო, იმით რომ ჩვენ ყოველ წელიწად წლების მანძილზე, უკვე რამდენი ათეული წელია, დავდიოდით ექსპედიციებში და ვისაც ექსპედიციაში გამოცდილება აქვს, ის მიხვდება თუ რას ნიშნავს ეს. იქ გაჭირვებაც იყო, ჩვენ მოვიარეთ კავკასიის მთიანეთი, საქართველოს მთიანეთი, უმძიმეს პირობებშიც ვიყავით და ჩვენ იქ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ თითქოს ოჯახის წევრები ვართ. ჩვენ ერთმანეთის გვიხაროვდა და ერთმანეთის გვწყინდა და ერთმანეთს ძალიან ვაქცევდით ყურადღებას. თამარი იყო საკმაოდ პატრიოტი ადამიანი, თავისი ბუნებით, იყო ემოციური, ძალიან კარგად იცოდა საქართველოს ისტორია, იმიტომ რომ იყო სპეციალისტი ამისი, მუშაობდა ჩვენთან ისტორიის ინსტიტუტში, შემდგომ რამდენიმე ხნის შემდეგ ბატონმა ოთარ ჯაფარიძემ სთხოვა რომ გადასულიყო უნივერსიტეტში და არქეოლოგიაში ჩაეტარებინა სემინარები, იმიტომ რომ ბატონ ოთართან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. და მართლაც გადავიდა თამარი იქ და იქ მოღვაწეობდა. თამარს ისე უყვარდა ისტორია, რომ არა მარტო სტუდენტებისთვის იმეტებდა თავის თავს, არამედ სულ ერთია, ვინც კი შეხვდებოდა, მეზობელი იქნებოდა, ის მეგობრის შვილი იქნებოდა, თუ ვინ იქნებოდა, ყველას ესე იგი დიდი რუდუნებით ასწავლიდა საქართველოს ისტორია. ამიტომ ამის გამო, როდესაც ასეთი პერიოდი შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, რომ დამძიმდა მდგომარეობა, თამარი ამას განსაკუთრებულად განიცდიდა. რატომ განსაკუთრებულად? ერთი რომ უყვარდა ისტორია, მეორე იყო ემოციური, მაგრამ მესამე იყო სპეციალისტი. ჩვენ გქონდა ძალიან კარგი პროექტები მოპოვებული, ერთი იყო ჯავახეთი, მეორე პანკისის ხეობა და თამარი ჩვენთან ერთად მუშაობდა. ის კი იყო უნივერსიტეტში, მაგრამ ისტორიის ინსტიტუტთან, ანუ სადაც მე მქონდა პროექტი, ჩემს პროექტში მუშაობდა და საკმაოდ მაღალ დონეზე. ჩვენ წიგნიც გამოვეცით თამარის ცალკე მუშაობდა პანკისის ხეობაში, სადაც ძალიან რთული სიტუაცია იყო და ვერავინ ვერ შედიოდა. მარტო ჩემი ექსპედიცია შევიდა ქალები და ნოდარ სარჯველაძე ფსიქოლოგი, რომელიც ტრენინგებს ატარებდა ბავშვებთან, აი ჩვენ ორი ექსპედიცია შევდიოდით და თამარი მუშაობდა პანკისის ხეობის პრესასთან დაკავშირებით და თქვენ რომ ნახოთ მისი წიგნი, ეს არ არის უბრალოდ რაღაც კომპილაცია მასალის, არის გააზრებული და მაღალ დონეზე შესრულებული. ამიტომ თამარმა ძალიან კარგად იცოდა ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ჩვენ კულტურის მეშვეობით თვითონ სახელმწიფოს განვითარებას ვსწავლობდით, ეს ჩვენი გუნდი და ჩვენთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი რამდენიმე ხნის შემდეგ სად მივიდოდით. როცა დაიწყო ეს პროცესი, რითაც ახლა აქ ვარ მოსული, ფაქტიურად ძალიან კარგად ჩანდა, რომ ავტორიტარიზმი მყარდებოდა ქვეყანაში და ეს თამარმაც იცოდა რა თქმა უნდა და მთელმა ჩემმა გუნდმა რომ ჩვენ თუ ამას არ ავწდებოდით ძალიან ცუდი შედეგები იქნებოდა, იმიტომ რომ გვაქონდა ვიცოდით რა თქმა უნდა ფრანკო და ვიცოდით პინოჩეტის და ვიცოდით რომ იქ 25 წელი იყო, აქეთ 15 წელი და ღმერთმა უწყის სულ გვეშინო და სულ იმას ვამბობდით, რამდენი წელი გასტანს
ასეთი მდგომარეობა და როდემდე უნდა იყოს ეს და როგორ უნდა უშველოთ ამას. ასე რომ თამარი სხვათა შორის არაფერს არ უშინდებოდა თუ კი მოვიდოდა გაზეთი რომელიმე ან ინტერვიუ ან ჟურნალისტი ყველას აძლევდა ინტერვიუს, ჩემთვის თამარი იყო ფაქტიურად ესე იგი ფაქტიურად მებრძოლი, აი თქვენ იცით დელაკრუას თავისუფლების ხო იმაზე ბარიკადებზე სურათი, აი თამარი იყო ზუსტად ეს, იმიტომ რომ ცოტა ხანში თამარს ეს რო არ მოსულა, ის ბარიკადებზე დადგებოდა. ეს ყველა მიცის, ეს მარტო ჩემი განცდა არ არის, ეს მისი მეგობრები ყველა აი ასე ფიქრობენ მასზე. თუ შეიძლება რომ შეგაწყვეტინოთ. თამარ კეკელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტის პროფესორი მეცნიერი. მაშინ კათედრები იყო, ისტორიის ინსტიტუტი ეხლა არის. მაშინ იყო კათედრები და ესე იგი როგორი მუშაობდა. მუშაობდა მთელი ცხოვრება. ბატონო? მთელი ცხოვრება. კი, იქ მუშაობდა და ხო გეუბნებით ბატონო ოთარ ძალიან უყვარდა და მას ატარებინებდა სემინარებს და სტუდენტებთან მას ჰქონდა ურთიერთობა. ექსპედიციებში დავდიოდითო და მეც აღარ შეგეწყვეტინებთ, ეს რომელი წლები იყო? ეს უფრო ადრეული წლები არის და შემდგომ, იმიტომ რომ როგორ იყო, იცით, მანამდე ხო ჩვენთან მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში. მერე გადავიდა ბატონი ოთარის თხოვნით უნივერსიტეტში, მაგრამ მე ხო მერე მოვიპოვე გრანტები და აი ამ გრანტში ჩემთან იყო თამარი. პროექტში, კი ბატონო. დიახ, ჩემ პროექტებში ხო უკაცრავად ხო. ჩემ პროექტებში მუშაობდა. საკმაოდ აქტიურად და შემდეგ მოხდა ასეთი რამ რომ როდესაც ესე იგი უკვე დაიწყო უნივერსიტეტში რყევა ეს კათედრების ნიველირება საუბარი ამაზე არა მარტო უნივერსიტეტში ეს მთელ მეცნიერებაში როცა ეს ასე ეგრეთ წოდებული ლომაეს ეს რა ქვია ჩატარდა რეფორმა არა მარტო უნივერსიტეტში, ჩვენთან ინსტიტუტშიც იგივე მდგომარეობა იყო. ყველგან აბსოლუტურად და ჩვენ ერთმანეთს უზიარებდით ამ აზრებს და ამაზე საუბრობდით და რა ვიცი, ესე იგი ძალიან აღშფოთებული ვიყავით. ჩვენთან პირადად უნივერსიტეტში თუ შეიძლება ამასაც მოგახსენებთ. მაგალითად ქალბატონი მარიკა და დავით მოსხელიშვილი ორი აკადემიკოსი ყავდა და როდესაც ქალბატონმა მარიკამ უთხრა მომავალ დირექტორს რომ ორი აკადემიკოსია და პრესტიჟული იქნება დარჩეს ინსტიტუტშიო უარი უთხრეს და არც ბატონი დავითის და ქალბატონი მარიკაც აღარ ყოფილან იმის მერე ინსტიტუტში. ასეთი მდგომარეობა იყო, უკვე იგრძნობოდა უნივერსიტეტშიც, უკვე დაიწყო კათედრების ნიველირება, როგორც გითხარით და აი ამ პერიოდში მე მახსოვს, როგორ გამოცხადდა, რომ ესე იგი უნივერსიტეტში უნდა იყოს შემცირება, ჩვენთანაც იყო ეს შემცირება, რომ ესე იგი გაიგებთ ვინ არის შემცირებული როცა მიხვალთ სალაროსთან. ეს ნამდვილად მახსოვს, ეს ჩემი მოგონილი არ არის, ნამდვილად მახსოვს ეს. და თამარმა მითხრა, რომ ასეთი საშინელება გაგიგია, რომ მივიდე მე სალაროსთან და იქ მითხრა, რომ შენ ხარ განთავისუფლებული. და ამ პერიოდში თამარი ზუსტად მუშაობდა ჩემს პროექტში და ზუსტად პანკისის ხეობაზე აკეთებდა მას წიგნს. და ესეც მოხდა, როდესაც იყო ხელფასის დღე და როდესაც მივიდნენ იქ ადამიანები, თამარი მივიდა, მოლარე მუთხრა, რომ სამწუხაროდ თამარ შენ სიაში არ ახარო. თამარს ხმა არ ამოუღია, ვერც ვერავის ვერ დაელაპარაკა. მე იქ არ ვიყავი, მაგრამ ეს ჩემმა მეგობრებმა გადმომცეს და წავიდა სახლში. ძალიან ესე იგი შეწუხებული. სახში რო წავიდა იმ საღამოს, ესე იგი მთელი ღამე ჩვენს მეგობარს ესაუბრა, ყვებოდა რომ რამდენად შეურაცხყოფილია იმითი რაც მოხდა და ამბობდა რომ მე ჩემ თავს არჩივი, მე უნივერსიტეტზე მწყდება გული და საერთოდ საქართველოზე რა ხდება ეს, როგორ არაფასებენ ადამიანებს. და იმ საღამოს უკვე რო დაამთავრა საუბარი, გახდა ცუდად და თამარი იყო კუზანოვების მეზობელი და იმათ რა თქმა უნდა იმ წუთშივე სამანტყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ვერაფერი ვეღარ უშველეს თამარს, ის გარდაიცვალა გულით. თამარი მინდა გითხრა, მთელი ცხოვრება ვიცნობ, არასდროს ავათაც არ ყოფილა არამს თუ გული.
უბრალოდ აი ძალიან ჯანმრთელი ადამიანი იყო. მაგრამ აი ამან მოუსწრაფა სიცოცხლე ასეთმა მდგომარეობამ. მე ვთვლი რომ თამარი ეხა პირდაპირ თამარი არ ყოფილა მიზანში ამოღებული, მაგრამ აი როგორ თქვა, აი თითქოს ირიბი ძალადობის ცინიზმით იყო ესე იგი დამცირებული და ეს ვერ აიტანა მან, იმიტომ რომ ძალიან ამაყი გოგო იყო. არა მარტო თამარმა ეხა თქვენ მაშინ ესე იგი ბევრმა არ იცოდა, მაგალითად ჩვენი ინსტიტუტიდან როდესაც გაანთავისუფლეს საკმაოდ მაღალი დონის მეცნიერები, ისინი ისე მოხდა რომ ერთმანეთს მიყოლებით ყველა გარდაიცვალა და თან მინდა გითხრათ რომ ვერ ვასწრებდით პანაშვიდზე მისვლას, იმიტომ რომ ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა მე უცხოელმა ამიხსნა რომ ძალიან ძიმეა როდესაც შეურაცხყოფილი მთელი ცხოვრება რაღაცას ემსახურები და შემდეგ შეურაცხყოფილი მიდიხარ იქიდან. ნუ ფაქტიურად გაგდებენ. ეს ძალიან შეურაცხყოფელია და ამიტომ მოხდა ეს თქვენთანო. აი ასე ამიხსნა ჩვენ ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა. რა ვიცი კიდე რა ქალბატონოლია, დიდი მადლობა ამ ფაქტების მოწოდებისთვის. თქვენ ხომ არ გახსოვთ ის წელი და თვე, შეიძლება კი არ გახსოვდეთ, როდის იყო სალაროსთან მისვლის? კი, ეს არის მე მგონი 5 ივლისი 2005 წელი. 20 წელი გავიდა. 20 წელი მაშინ. 20 წლის წინ ხდება ეს? დიახ. ქალბატონ თამარს ყავდა ოჯახი? არა, არ ყავდა. მარტო იყო. დედა ყავდა, რომელიც გარდაეცვალა და მე მარტო იყო და ეს სულ სხვებზე ზრუნავდა, სულ რაღაც ესეთი ადამიანი იყო თავისებურად ძალიან საინტერესო ამ ხრივ, რომ უყვარდა ხალხი, ყველაზე ზრუნავდა განსაკუთრებით აი ბავშვებს ასწავლიდა ისტორიას, არ ქონდა მნიშვნელობა მეზობელი იქნებოდა თუ ვინ იქნებოდა, თავის მოვალეობად მიაჩნდა რომ საქართველოს ისტორია უნდა იცოდეს ყველამ. ეს იმიტომ ვიკითხე რომ ეს თქვენი პასუხი ადასტურებს რომ ეს იყო ქართველი ქალი, რომელმაც თავი უძღვნა სრულად ნამდვილად საკუთარი პირადი ცხოვრების ხარჯზეც საქართველოს და მისი სამშობლოს ისტორიის კვლევას და საქმეს. აი თუ გახსოვთ კიდე ბატონმა როინმა გაიხსენა ნოესთან ქონდა ის რა ქვია ბატონ როინს ინტერვიუ და თუ გახსოვთ ბატონმა როინმაც გაიხსენა ეს ამბავი, იმიტომ რომ ეს ისე არის ჩვენს მე როგორ მახსოვს იცით ეს ამბავი, როგორც თითქოს ეხლა მოხდა ყველაფერი ეს. და თამარი იმ დღეს ჩემთან აღარ მოსულა. მე უნივერსიტეტთან ცხოვრობდა, ჩვენ იმდენად ახლობლები ვიყავით, რომ ყოველდღე ან უნივერსიტეტიდან გამოივლი და ან დამირეკავდა და იმ დღეს ჩემთან არ მოსულა და გამიკვირდა ძალიან. მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ ესეთი ამბავი მოხდა. რეაქცია რა იყო? ის კი რეალურად იმ ღამესვე გახდა ცუდად და არა, გეტყვით, ესე იგი იმ ღამეს ძალიან დიდხანს ესაუბრა ჩვენს მეგობარს და იყო ძალიან გამწარებული და სულ ამაზე ესაუბრებოდა და ელაპარაკებოდა ამ საკითხზე, სხვა საკითხზე. საერთოდ არაფერი არ უსაუბრია. მე მგონი ღამის 4 საათამდე საუბრობდნენ და მე უკვე ესე იგი უთხრა რომ რაღაცა არ ვარო კარგათო, კი უთხრა რომ რაღაცა არ ვარო კარგად. კარგიო, ამან უთხრა რომ ხვალ შეგხვდებიო და დავილაპარაკოთო და აი ზუსტად ესე იგი აი ამ ლაპარაკის შემდეგ დილით უკვე აღარ იყო თამარი. აქ ალბათ ძნელია ვინმემ ჩასაფრებულმაც თუნდაც თქვას რომ არ არის მიზეზშედეგობრივი კავშირი. იმდენად წყობრად დაემთხვა ერთმანეთს, ასე ვთქვათ, გაშვება თქვენ გამოიყენეთ. ჩვენ ყველას ასეთი შთაბეჭდილება გვაქვს ყველას. დამდგარი ფატალური შედეგი. რეაქცია რა იყო უნივერსიტეტის ან სამინისტროს მხრიდან? ნუ თვითონ ის მოლარე მოდიოდა და პირდაპირ ტიროდა ძალიან, რომ ეს როგორ მოხდა ეს ამბავი. და უნივერსიტეტიდან კი რაღაცა თქვეს მე მგონი, ოღონდ არა ძალიან ხმამაღლად, მაინც ეს რაღაცა
ცინიზმის ქვეშ, ანუ იმაზე ვამბობ მე თვითონ მართველებზე, თორე თვითონ სტუდენტები და ლექტორები იყვნენ შოქში, ყველა შოქში იყვნენ აბსოლუტურად. არ იყო ეს რაღაცა დიდი ბოდიშის მოხდან, რაღაცა გაკვრით ითქვა. გაზეთმა მარტო მე მგონი ასავალ-დასავალმა დაწერა, იმიტომ რომ მაშინ ყველგან ვერ დაბეჭდავდი რაც გინდოდა იმას, მაგრამ ეს გაიგო მთელმა საქართველომ. მაშინ იცოდა მთელმა საქართველომ, ეს არ იყო დამალული, ეს მთელმა საქართველომ გაიგო ეს ამბავი. იმდენად შოკის ხალხატონოლია, ამ დროს ministri არის ალექსანდრე კახალომაია, ხომ სწორად მახსოვს, მისი რეფორმის მსხვერპლია ქალბატონი ასე გამოდის. რექტორი უკვე შეცვლილია თუ ბრძოლა მიმდინარეობს ამ დროს? მე მგონი ლორდ ქეფანიძე იყო, ხო? ქალბატონი რუსუდანი. რუსუდანი, დიახ. ამ დროს უკვე ბატონი როინი აღარ არის. არა, ბატონი როინი. ბატონი როინის დროს ეგ არ მოხდებოდა არავითარ შემთხვევაში. გამორიცხულია. ამაზე თავს დავდებ. ეს ჩვენ ვიცით, უბრალოდ რა კი გვისმენენ და ზოგმა შეიძლება ახლა გაიგოს საერთოდ რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქართულ უნივერსიტეტს როგორც ბატონი გიორგი უდმივად ხაზს უსვამს, ებრძოდნენ, ამიტომ დავაზუსტეთ. იცით, რისი თქმა მინდა კიდე ერთია, როდესაც მიზანმიმართულად ზევიდან რაღაცა ხდება, მაგრამ აი გაიხსენეთ 37 წელი. აი ესეთი სურათი იყო. 37 წლის დროს ჩვენ ხო ვიცით გაზეთებშიც გვარები მაქვს ამოკითხული მაგალითად რომ ესე იგი ერთია რომ ბრძანებას გასცემდნენ, ერთია რომ ვიღაცას ამოიჩენდა, შემდგომ დანარჩენები დაასმენდნენ ხოლმე. იგივე მოხდა ჩვენთან ინსტიტუტებში და უნივერსიტეტში. იყო ეს მე მაშინ დავარქვი ლუმპერ პროლეტარიატი. თითქოს რევოლუცია მოხდა და ეს ადამიანები ძალიან ცუდ საქმეს ჩადიოდნენ. ცდილობდნენ რომ გაეძევებინათ ვიღაცეები ინსტიტუტიდან, უნივერსიტეტიდან, იგივე მაგალითად ჩემზეც იყო, თამილად საგარეიშვილზეც, ბევრი ზეწოლა იყო რომ ჩვენ წავსულიყავი და მართლა წავედით ჩვენ, იმიტომ რომ მე არ შემეძლო ასეთ პირობებში მუშაობა და მე განცხადება დავწერე და ისე წავედი, ხო? და ასე ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა ხდებოდა. ხა ამას ვერ მომყვები ყველაფერს. ძალიან დიდ დროს წაიღებს, მაგრამ აი ესეთი ლუმპერ პროლეტარიატი ძალიან მაგრად მუშაობდა. ქალბატონოლია, მეორე კითხვა მექნება და დარწმუნებული ვარ სხვა წევრებსაც. პირველი, თქვენი აზრით, თქვენ თქვით რომ ერთია ზემოდან რა მოდის და მე როგორ სრულდება და თვითონ კოლეგებიც დაიხლიჩნენ და ზოგი ასე იქცეოდა, ზოგი ისე. მიზანი რა იყო? ერთი ქალბატონი თამარ კეკელიძე და მისი მოკვდინება ხო არ ექნებოდა ვიღაცას მაინდა-მაინც განზრახვათა ეს ნამდვილად ასე არ იქნებოდა. მიზანი რა იყო? და მეორე შეკითხვა. როდესაც ზოგიერთი თანამშრომელი გაურიგდა, შეეგუა თქვენ ლუმპენ პროლეტარიატი უწოდეთ, იმიტომ რომ დამსახურება მეცნიერული და სხვა ინტელექტუალური იმდენი არ ქონდათ, მაგრამ სხვა რაღაცაში გამოიჩინეს თავი, ხო, ალბათ ამიტომ უწოდეთ. აი ეს ხალხი მერე სად მოგვევლინა, ვინც ჩამოიშორა, ასე ვთქვათ, დიდი ავტორიტეტები, იმიტომ რომ ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თქვენ აქ ბრძანდებით, თქვენ ბრძანდებით ავტორიტეტი. ქალბატონი თამილად საგარეიშვილი არის ავტორიტეტი. აღარაფერს ვამბობ ბატონ როინ მეტრეველზე და სხვებზე და თქვენ მარიკა ლორთქიფანიძე ახსენეთ, რომელსაც უთხრეს, რომ არაფერი პრესტიჟი თქვენი ყოფნა აქ არ არის. კი, ესე იყო. ახლა ამაზე დიდი ავტორიტეტები იმ წუთში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამწუხაროდ აღარ იყო. ძველ დროში ალბათ მეტი იყო, უფრო მრავლად, მაგრამ იმ დროს აღარ იყო. მიზანი რა იყო თქვენი? მიზანი არ ვიცი იმათ თავებში რა იყო, ის მიზანი დღეს ჩანს, იმიტომ რომ მეცნიერება ძალიან ცუდ დღეშია, ანუ შედეგი ეს არის. მაგრამ აი ეს წვრილ ფეხობა, რომელიც ამას უწყობდა ხელს, იმათ ჰქონდათ რაღაც თავისი წვრილი მიზნები. მაგალითად, ჩემ ინსტიტუტზე მოვყვები, რომ იქ ითქვა, რომ შევამციროთ, გავაძევოთ, ყველა ინსტიტუტში არ მოხდა რა ასე, ზოგან მოხდა და ჩვენთან მოხდა ასე. წავიდნენ ესენი, იმიტომ რომ ხელფასი მოგვემატება. მე გეტყვით ახლა ხელფასის მომატება რას ნიშნავს. მე ვიყავი განყოფილების გამგე, კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე და მქონდა 120 ლარი ხელფასი. ბატონი დავით მუცხელიშვილი იყო ჩვენი დირექტორი ისტორიის ინსტიტუტში და ჰქონდა 140 ლარი ხელფასი. და როდესაც მათ ეს თქვეს
ოფიციალურად ხდომაზე ეს არ დაუმალიათ, რომ ხელფასი მოემატებოდათ და ჩვენ გადავიანგარიშეთ ფაქტიურად თითოს ემატებოდა 5-5-დან 7 ლარამდე. ეს ერთი. მეორე ზოგიერთებს უნდათ წამყვანი ადგილების დაკავება. ძალიან მაღალი დონის მეცნიერები გაუშვეს პირადად ჩვენი ინსტიტუტიდან. ჩაატარეს, ესე იგი, ატესტაცია, შემდეგ ეს იყო გასაჩივრებული თქვენთან ბატონო სოზარ, შემოვიდნენ განცხადებით ისტორიის ინსტიტუტიდან, თქვენ აღიარეთ, რომ იყო დარღვევები და მეორედ ჩაატარეს, მეორედ იგივე გაიმეორეს. აი ამ იმას მეორედ იმას ჩატარებას კინაღამ შეეწირა ასევე დიდი მეცნიერი ნანა ხაზარაძე. იმიტომ რომ ისეთი შეურაცხყოფები აყენეს იქ და ისე მოექცნენ თვითონ იმ ატესტაციის დროს, რომ მე და თამილა ცაგარეიშვილი და ნანა მეგობრობდი და მთელი ღამე ჩვენთან იყო ნანა, რომ რამე არ მოსვლოდა. აი ისეთი ისეთი ქცევები ჰქონდათ მისდამი. ხო და აი ასე რატო აკეთებდნენ, არ ვიცი მე, რაღაცა ძალიან აჟიტირებულები იყვნენ. ქალბატონია, ისტორიის კათედრას ინსტიტუტს უფრო მეტად ებრძოდნენ, ვიდრე სხვებს ასე ამბობთ თქვენ, ასე ვფიქრობ? არა, ჩვენ მე ისტორიის ინსტიტუტზე მომყევი ახლა და ისტორიის კათედრა ეს უნივერსიტეტში იყო და იქ მე გეტყვით, აი რა მოხდა მაგალითად, აი იქ რა მოხდა, იცით? ებრძოდნენ, უნდა ჩავთვალოთ, რომ ებრძოდნენ, იმიტომ რომ ხო მოხდა ეს რაღაცა კათედრების რაღაც ის უნდათ გაუქმება და მთელი ამბავი. მე ისტორიის კათედრას ჰქონდა ფანტასტიკური კაბინეტი ბატონი როინის მიერ გაკეთებული, ფანტასტიკური. იქ იყო ხუთვერსიანი რუქა, იქ იყო ზურაბ წერეთლის მიერ გაკეთებული უზარმაზარი პანო, მთელი საქართველოს ეთნოგრაფია, ყველაფერი, კოშკები, სახლი, ნუ არაჩვეულებრივი და თქვენ იცით რა მოხდა? ის რუქა ხო დაიკარგა, დანარჩენები ყველაფერი ფანჯრიდან გადაყარეს და ზურაბ წერეთლის პანო აი ეს დაახიეს, დაჭერეს და ისეყრიდნენ. აი ეს მე ნამდვილ ამბავს გეუბნებით, არ გატყუებთ. არ ვიგონებ რაღაცას. გასაგებია. ანუ ის საქართველოს ის უნდათ რაღაცა ახლის რაღაცის გამოგონება. ხო. ამიტომ მკითხეთ. ახალი ცხოვრება ეწყებოდათ და ესე იყო. ამიტომ მკითხეთ, საქართველოს ისტორიის მიმართულება ხომ არ იყო ის, ვინც რომელიც ნიშნში იყო შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს ისტორია, არა მარტო ისტორია, ენაც, დიახ, ეს იმიტომ რომ ჩვენ ვითვლებოდით, მე გეტყვით ახლა მანდ უფრო ღრმად არის ყველაფერი ეს შეიძლება ასე განვიხილოთ, რომ როგორც ასე ვთქვათ, ნაციონალისტები, ანუ ამ ნაციონალურ მოძრაობის გაგებით არა ისე, იმიტომ რომ ჩვენ ხო საერთოდ ვართ, ეს ჩემი თეორია, რომ დაპყრობილი ერის კულტურის მატარებლები ვართ. ჩვენ განსხვავებული კულტურა გვაქვს სხვა ხალხებისგან, აბსოლუტურად. ჩვენ ერთნაირად ვართ, ესე იგი, შეგვიძლია ერთნაირად ისეთ ამბოხი და მორჩილება ჩვენში ორივე ერთნაირ დონეზე არის და ამიტომ ესე იგი თუ ჩვენ მოგვისპობდნენ ჩვენ ისტორიას, თუ ჩვენ მოგვისპობდნენ ჩვენს ენას და ასე შემდეგ, თუ ამაზე იქნებოდა ზეწოლა, რა თქმა უნდა და ეს მე მგონი რომ არა მარტო აქედან იყო, ეს შეიძლება ძალიან შორიდან მოდიოდა, იმიტომ რომ მე მყავდა მეგობარი ძალიან დიდი მეცნიერი ერნესტ გელნერი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, ძალიან აინტერესებდა იმიტომ რომ საერთოდ საქართველო იყო ძალიან საინტერესო, ძალიან ხო არ გამიგძელდა ბოდიში უკაცრავად. არა. საქართველო იყო ძალიან საინტერესო სოციოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის და ეთნოლოგებისთვის, ანუ სოციალური ანთროპოლოგებისთვის და კულტურული ანთროპოლოგების მეცნიერებისთვის უცხოეთში ძალიან საინტერესო იყო. როდესაც აქედან დაიძრა მეცნიერებაში წარმატებული მეცნიერები და წავიდნენ საზღვარგარეთ და იქ დაიწყეს მუშაობა, ჩვენთან პირიქით მოხდა. პირიქით იქიდან შემოვიდნენ ჩვენთან და ჩვენ გქონდა სულ უცხოელებთან ერთად ექსპედიციები. იმიტომ რომ ძალიან აინტერესებდათ რა იყო საქართველო, ესე იგი და როგორი ფენომენი იყო ეს. იცოდნენ რომ კავკასია და იცოდნენ, აი გელნერი გვეუბნებოდა რომ თქვენ თუ სწორი გზით არ წახვედით თქვენში, ესე იგი, გაიღვიძებს ნაციონალიზმი და შეიძლება მერე ეს ფაშიზმშიც გადაიზარდოს და ეს ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ თეორიულად ასეთი რამე არსებობს, რომ როცა ეთნოცენტრიზმი გადააჭარბებს თავის, ასე ვთქვათ,
მოთხოვნებს მე შეიძლება ფაშისტიც კი გადაიზარდოს და ჩვენ სხვათა შორის სულ გვეშინოდა ამისი რომ აი მართლა ეს ავტორიტარიზმის და იმის ფონზე მე ჩვენთან ფაშიზმი არ ჩამოყალიბებულიყო ეს ჩვენ თავისებურად ესე იგი საინტერესო ხალხი ვართ იმით რომ გარდა იმისა რომ კავკასიელები ვართ გარდა იმისა რომ გვაქვს დახურული კულტურა ჩვენ თეორიულად ასე ითვლება გვაქვს ძალიან პროგრესული ბირთვი ქართველებს ქართულ კულტურას ძალიან პროგრესული ჩვენი ბირთვი ძალიან მალე იღებს ახალს ყველაფერს კარგად გადაამუშავებს იმას და მშვენივრად მიაწვდის საზოგადოებას და ეს მერე ტრიალი საზოგადოებიდან გადის უკვე მთელს იმაში რა ქვია ეთნოსში და ძალიან საინტერესო შედეგებს ვიღებ და ქართულ კულტურას ამის უნარი აქვს და იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ლიდერად ვითვლებოდით კავკასიაში და ეხლაც არ არის დასამალი რომ ბევრ რაღაცაში ძალიან პროგრესულები ვართ თუმცა ბევრ ამაში ჩამორჩებით კიდევაც არც უმაგისობა თქვენ გეძახდნენ ნაციონალისტებს და ამიტომ გერჩოდნენ ეს ბრძანა არა არ გვეძახდნენ შიში იყო აი ეს უცხოელები როცა გვესაუბრებოდნენ რომ არ ჩამოყალიბდეს კი ბატონო იმიტომ რომ ისეთი კულტურა ქონდა რომ შესაძლებელი იყო თუ მოვიდოდა ისეთი ადამიანი ის იმასთან ჩამოყალიბდა ახლა გავიგე დიდი მადლობა ბატონი თენგიზი ბატონი ილია ბატონი სოზარი მოგესალმებით მომბრძანებისთვის ხო ჩვენი კომისიისთვის თავარია ვიცოდეთ ის გარემო რა გარემოში ხდებოდა ეს იმიტომ რომ ეს საზოგადოებას მე დასკვნის სახით უნდა მივაწოდოთ ჩვენი თავარი ამოცანა მარტო ის არ არის შევისწავლოთ რა მოხდა რომ აღარ განმეორდეს არასდროს ისიც ჩვენი ამოცანა არის და ამიტომ ეს ნათლად უნდა წარმოვიდგინოთ ხო ისტორიის ინსტიტუტში მოღვაწეობდა ჩვენი პრეზიდენტის მაშინდელის დედა კი მიუხედავად ამისა ეს რეპრესიული ტალღა ეგრეთ წოდებული რეფორმა მაინც არაც და თქვენ ის ხო თქვენი კოლეგა იყო არა ეგეთი რაღაცა არ იყო ეს ყველას შეეხო რა თქმა უნდა არა მე ისიც ვამინდა თუ არანაირი სურვილი არ გაჩენია იმ ქალბატონს რომელმაც შიგნიდან იცოდა რა საქმეს აკეთებდა ეს ინსტიტუტი ერთიან როდესაც მე გარედან უყურებ და დათლად ვერ წარმომიდგენია რა სახის თქვა კვლევები მიმდინარეობს იქ რამდენად ფასეულია ეს კვლევები რამდენად საქართველოს მომავალს ჭირდება ეს კვლევები და მეორეა შიგნით რო ხარ და ყველაზე კარგად იცი რა დონის სამუშაო უკეთდება ესე იგი ეს სურვილი მას რომ ესე იგი ეს დიდი აეცილებინა აჩერებული იყო ეს შრომა რაც იქ მიმდინარეობდა ამის გამოვლინება არანაირი არ ყოფილა ეს მაინტერესებს არა მაშინ როგორ არა იცით როგორ იყო საერთოდ თვითონ გიული ალასანია საკმაოდ კარგი მეცნიერი იყო კარგად მუშაობდა ხო კარგად მუშაობდა და მართლა იყო ესე იგი ამ ისტორიის ინსტიტუტში ჩართული განყოფილების გამგეც იყო და ძალიან ესეთი კარგი ნაშრომები ქონდა და კარგად ვიყავით ერთმანეთში სულ ყველა და აი ეს პერიოდი რომ დაიწყო ისე აირია ყველაფერი რომ ესე იგი ვეღარც ვარჩევდით სად რა უნდა გაგვეკეთებინა მარტო ის კი არა კახაბენდოქიძის დედა ჩვენთან მუშაობდა და ესე იგი სულ რაღაცა კი ქონდა რაღაც საუბრები ხოლმე მათთან მაგრამ აი ესე რომ დიდი ჩარევა და რაღაც ასეთი რამე მე არ მახსოვს რომ ისტორიის ინსტიტუტი რაღაცნაირად გამოეყვანა მდგომარეობიდან არ მახსოვს არანაირი ეს და მეორე დეტალი ეთია კახალომაია რომელმაც თქვათ ეს ითავა ეგრეთ წოდებული რეფორმა. რეფორმა. ეს რეფორმა არ ყოფილა, უფრო რაღაც სხვა სახელი შეიძლება მოიძებნოს. უშუალოდ უნივერსიტეტში ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმას და სინამდვილეში წმენდა გამოუვიდათ, ხო, ან რაღაც, რა ვიცი, სხვა ტერმინით შეიძლება. ვინ ხელმძღვანელობდა იმ პერიოდში? აი, ვინ იყო ის, ვინც ამას აგვარებდა უნივერსიტეტში? უნივერსიტეტში. ალბათ მაინც მე აი უფრო მეტად უნივერსიტეტელები გეტყვიან, მაგრამ მაშინ ლორდ ქიფანიძე იყო და არ ვიცი ესე გეტყვა რაღაც ბრძანებებს მაინც ასრულებდნენ. და გარდა ამისა აი ამ გათავისუფლებებს მიხვალთ იქ და სალაროში გაიგეთ. ხო, არ ვიცი, აი ეს ვის შეეძლო ესე თქვა. მე მგონი მაინც აი ეს
ესეთ რაღაცებს მე რო დავარქვი ლუმპერ პროლეტარიატი, მე მგონი ეგენი აკეთებდნენ ამას. არ მგონია რომ ეხლა ლორდ კიფანიძეს ეთქვა, მაგრამ გაკეთდა ეგრე, ფაქტიურად ეგრე იყო. კი, თუმცა მე სიებიც იყო. სხვა შორის იმ სიების კითხვაში ერთ-ერთი ადამიანი იქ ცუდად გახდა მამაკაცი. გვარი მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ იმასაც დაემართა რაღაცა. ხო, ამას აკეთებდნენ, მე გითხარით თქვენ 37 წელში მაგალითად პატარა ვიყავი მე და ჩემი ერთი ნაცნობი ტრაბახობდა რომ ერთი ნაცნობის ბებია ტრაბახობდა რომ მე მანქანა იყო იქ იმ დაწესებულებაში და ვინც არ მიყვარდა ყველას გვარს მივაწერდი ბოლოსო და ასეთ გვარებს აწერდნენ ეთყობა მაინც და აკეთებდნენ ადამიანები არიან ეთყობა ამაზე წამსვლელი და აი ეს რომელიღაცა ფენა აი ამას უძღვებოდა და ამას აკეთებდა. მე ასე მგონი, არ მგონია რომ ხა ეს მაინდა-მაინც ლომა ესე თქვა რომ იმას ქენით, რა ქვია, სალაროსთან. მე რატომ შეგეკითხეთ. ეს ეგეთ სინდრომია, რომელიც მოყვება. დიდმა სტალინმა რო იცოდეს რა ხდებაო, ერთად დავსატეხავ. არა, ეს მე გარა, მე დავარქვი ამას, ხო გითხარით. აი ირიბი ძალადობა, ეს არის ძალადობა, ცინიზმი რომელიც ირიბად მოდის, ანუ მაინდა-მაინც თამრიკო არ ამოურჩევიათ, რომ მაინდა-მაინც ეს მოვკლათ. აი უბრალოდ ასეთი ის მივეცე მე განმარტება ამას. ეს მე არა ვარ იმისი, რომ სტალინმა არ იცოდა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მე იმათაც იცოდნენ ყველაფერი, ის თამრიკოს ამბავი ყველამ გაიგო, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ბატონი ილია. დიდი მადლობა ქალბატონია მოგზაურობისთვის. საინტერესო თემას შეეხეთ და ბევრი საინტერესო მიმართულება აღნიშნეთ და ხაზი გაუსვით, რომ ქალბატონი თამარი თქვენთან ერთად მუშაობდა ჯავახეთის და პანკისის თემებთან დაკავშირებით და ექსპედიციებიც არსებობდა. მე მაინტერესებს თუ იყო ამ ექსპედიციებში თქვენ აღნიშნეთ, რომ უცხოელებიც ჩამოდიოდნენ და ამ ექსპედიციებში იღებდნენ მონაწილეობას. ჯავახეთში და პანკისში იყო თუ არა ესეთი შემთხვევა, რომ უცხოელები გახონდათ ექსპედიციის დროს. და შემდეგი კითხვაც ეხება მიმართულებას, ამ ექსპედიციების შედეგები ანალიზი იდებოდა თუ არა და ამაში მონაწილეობდნენ თუ არა უცხოელები. კი, ეს შედეგები და ბევრი წიგნი გვაქვს გამოცემული, ძალიან ბევრი, 1 და 2 არა, იმიტომ რომ იმდენი მასალა იყო, რომ ჩვენ თითო იმიდან 3-4 წიგნს უშვებდით. ეს იყო ძალიან ძიმე მდგომარე, პირველად როცა წავედით ჯავახეთში და პანკისში იცოდეთ, რომ იქ ორივეგან გადაკეტილი იყო გზები. იქ ჩვეულებრივი პარლამენტარი და დეპუტატიც კი ვერადიოდა ზევი და მე ესე იგი ქალებთან ერთად წავედი, კაცი არ წამეყვანია არავინ სპეციალურად, რომ მაგრამ იქ ძალიან ბევრი რამე გადავიტანეთ, იყო იარაღით შემოვარდნა მთელი ამბები. მაგრამ იქ მაშინ არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ უფრო როდესაც ცოტა უფრო თავისუფალი როცა მე გამიცნეს და ძალიან დიდ პატივს ვცემდა, იმიტომ რომ ჯავახეთს ჩვენმა ექსპედიციამ და მე პირადად ძალიან ბევრი რამე გავუკეთეთ, ძალიან ბევრი რამე. და ესე იგი კარგად მიღებდნენ, აი მე უკვე ასპირანტები წავიყვანეთ უცხოელები, იმიტომ აინტერესებდათ იმათ უბრალოდ აინტერესებდათ ქართულ გარემოში, იცით როგორი ჩვენთვის როგორი ლაბორატორია იყო, მე გეტყვით, ეს საინტერესო სამუშაო იყო და იმათ როგორ სპეციალისტებს აინტერესებდათ, სხვანაირად არა. ეს იყო სომხები, ქართველები და რუსი დუხობორები. და აი ამ პატარა ლაბორატორიასავით წარმოიდგინეთ და აი ამ ურთიერთობას სწავლობდი და ძალიან საინტერესო წიგნები გამოგვიდა და ეს აინტერესებდათ მაგრამ პანკისის ხეობაში უცხოელი არც ერთი არ შემოსულა, იმიტომ რომ იქ ჩვენ თვითონ მე უბრალოდ ძალიან დიდი ხნის ნაცნობები მყავდა იქ ბაღაკაშვილი, ბუღდანა იყო ესეთი მოჭიდავა, იმათთან ცხოვრობდით მანამდე კიდე 30 წლით ადრე, ხშირად დავდიოდით პანკისის ექსპედიციებში და იქ რა თქმა უნდა, იქ პოლიციაც ვერ შედიოდა, უცხოელს ვერ შევიყვანდი. უცხოელები იყვნენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც იქ მუშაობდნენ, ყველა გამოდიოდა 5 საათისთვის, მათ შორის მე და ნოდარ სარჯველაძის ექსპედიცია, მხოლოდ რჩებოდა ექიმები საზღვრავს გარეთ შიგ პანკისის ხეობაში. უმძიმესი მდგომარეობა იყო მაშინ იქ, როცა ჩვენ მუშაობდით. იქ უცხოელები არ ყოფილან.
მაგრამ შემდგომ დაუშვათ ქვემო ქართლში, მაშინ ჩვენ დიდი ისინი ქონდა, რა ქვია, მაგრამ ჩვენთან იცით აი ესე ძალიან პოლიტიკურის არ ყოფილა, უფრო მეტად როგორც ეთნოლოგი მეცნიერები ისე მუშაობდნენ. მე მესმის თქვენი შეხედულებაც და თქვენი მიდგომა თქვენი საქმის მიმართ, რა თქმა უნდა, როცა ესეც საინტერესო თემას ეხებით და ესეც საინტერესო საქმით ხართ დაკავებული, პოლიტიკაზე ალბათ არც ფიქრობ. აი იცით თვითონ უყვირდათ, როცა ჩვენ შედეგებს ვწერდით, რაც წერთო ესო. აი მე ვეუბნებოდი, რომ ევროპულ ყაიდაზე თეორიულად ვაკეთებთ, მაგრამ არაო, ესე არ არისო. მე ვთხარ, იმიტომ რომ თქვენ არასდროს არ მოხვედრილ ხართ ტრადიციულ ქვეყანაში რეფორმების ფონზე. მიდიოდა რეფორმები და თან ტრადიციული, ესე იგი, კულტურა ჰქონდა და ძალიან საინტერესო იყო მეცნიერულად. ამიტომ ძალიან ბევრი ერენს გელნერი გარდაიცვალა, მან შემოგთავაზა საერთო პროექტი უნდა ქონოდა და ერთი ნაწილი გადაუგზავნე და ეს ერენს გელნერი არის ძალიან დიდი მასშტაბის მეცნიერი, მსოფლიო მასშტაბის მეცნიერია და ის რომ ყოფილიყო საქართველოს შეიძლება ბევრი რამე უფრო სხვანაირად წასო, მაგრამ გარდაიცვალა. მივესალმებით ბატონი ავთანდილ არაბული აკადემიკოსი მეცნიერი, გთხოვთ დაბრძანდეთ ბატონო ავთანდილ. გააგრძელეთ ბატონო ილია თუშიძე. ესე იგი მაინც რაღაცა კავშირი ქონდათ მათ შეხედულებებში, თუნდაც იმ დასკვნების წერის დროს იყო თუ არა ეს ევროპულად უყურებოდა თუ არა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ერნესტ გელნერი ჩვენ ექსპედიციაში რო იყო, მაგალითად რაჭაში და ლექციებსაც გვიკითხავდა სხვათა შორის და მინდა გითხრათ რომ დიდი განათლება მოგცა მან. შემდგომ ჩვენ რაზეც ვიმუშავეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა იმისგან ვისწავლეთ. როგორ ფიქრობთ, ამ ჯავახეთის და პანკისის ექსპედიციების შედეგები და ის დასკვნები ან ანალიზი, რომელიც თქვენ გამოეცით, შეიძლებოდა ყოფილიყო ბატონი ლომაიას რეფორმის საწინააღმდეგო შეხედულებები და ეს ხო არ შეიძლება ყოფილიყო იმ რეპრესიების მიზეზი, რომელიც ამ სახით ჩაატარეს უნივერსიტეტში. ხო, არა მგონია ეგ ასე ყოფილიყო, მე გეტყვით თქვენ, ესე იგი ჩვენ რომ ჯავახეთში ვიმუშავეთ, ის ჩვენ სადაც არ ვმუშაობდით, ხო, ყველა მასალა ჩამოგქონდა და ყველა მასალას ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითონ გთხოვდნენ, იმიტომ რომ თვითონ ვერ შედიოდნენ იქ, ერთხელ გაუშვითო ვიღაცები და გამოაგდესო და ამიტომ ჩვენ გთხოვდნენ და ჩვენ ვაძლევით ამ მასალას და ყველაზე დიდი რეაქცია იყო ბატონ ედუარდ შევარდნაძის დროს, მან ბევრი რამე გააკეთა. სულ არ უფიქრიათ იქ 27 კაციანი სასაზღვრო ჯარი შეიყვანეს ჩვენი ექსპედიციის შემდეგ, ჩვენი მასალების, ჩვენი ესე იგი ანგარიშების შემდეგ და ძალიან ბევრი რამე გაკეთა ბატონი ედუარდის და შემდგომ ჩვენ ესე იგი ყოველთვის ვაძლევდით მთავრობას ჩვენს დასკვნებს, მაგრამ შემდგომ უკვე ბატონი მიშასაც უგზავნიდით იმ მთავრობას, მაგრამ იქიდან რეაქცია არ იყო. ასე რომ აი რაღაცა რომ ეს რაღაცისთვის გამოეყენებინა ლომაიას, მე უკვე ამასობაში უკვე ლომაიაც აღარ იყო და ეს უკვე ძალიან გაწელილი იყო ეს ამბავი უკვე და ეხლა ჩვენ ქვემო ქართლში მუშაობთ იგივე. საერთოდ ჩვენი პრეროგატივა არის სასაზღვრო რეგიონები, იმიტომ რომ პირველი იმპულსები უარყოფითი სასაზღვრო რეგიონებმა მოგცეს, იქ ეროვნული უმცირესობა იყო, კომპაქტურად დასახლებული, თქვენ გახსოვთ რამდენი კონფლიქტი იყო და ამიტომ ჩვენ ავიღეთ აი ეს დიდი თემა საქართველოს სასაზღვრო რეგიონი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონ ლია, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეთ და მადლობას გიხდით. კი ბატონო. მადლობა ბატონო ილია, ბატონი სოზარი. დიდი მადლობა ქალბატონო ლიანა, უბრალოდ რომ განმარტოთ მაინც რა სახელებს ებრძოდნენ და რა მეცნიერებს, მეც ამ სფეროს წარმომადგენელი ვარ, ისტორიკოსი ვიყავი ერთ დროს პირველ ცხოვრებაში. ლექციებს მიკითხავდა მე მაგალითად ბატონი გიორგი მელიქიშვილი, რომელიც იყო ურარტული წარწერების, ვინც გაშიფრა პირველად მსოფლიოში. მარიკა ლორთქიფანიძის ლექციაზე დასწრებას უბრალოდ არაფერი სჯობდა, მარტო იმიტომ კი არ დიდი მეცნიერი იყო, საოცარი გადმოცემის უნარი ჰქონდა. ოთარ ჯაფარიძე, ოთარ ლორთქიფანიძე, უამრავ ესეთი დიდი მეცნიერი და უბრალოდ აი გამოუცხადეს ბრძოლა ამ ძალიან დიდ მეცნიერებს. ერთი შემდეგ კი მექნება რა კითხვა რა გავლენა მოახდინა, თქვათ თვითონ საგნები თუ
უბრალოდ ისტორიის მიმართ დამოკიდებულება როგორც სასწავლო დისციპლინისადმი თუ შეიცვალა, მაგრამ ეხლა მაინც მინდა ისტორიის ინსტიტუტზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა. თვითონ ეს ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი იყო ვერაზე, თვითონ შენობაც ისტორიული იყო. ეს შენობაც აქედან არ მინდა სიტყვა ვიხმარო, მაგრამ გამოყარეს ეს ინსტიტუტი, გამოყარეს მეცნიერები. ეხლა სადღაც აი ესეთ ადგილას არის. ჯერ მარტო მეცნიერები კი არ იყო, იქ იყო ძალიან ძვირფასი სიმდიდრე. ეს ეთნოგრაფების მიერ მოპოვებული უამრავი ნივთი, უამრავი ჩანაწერი. ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უმდიდრესი პალეონტოლოგიური მასალა, ძველი ნამარხი, ადამიანის სხვადასხვა ეპოქის ადამიანების ნაშთები. ეს ყველაფერი იქნა შეყრილი ერთ მცირე სივრცეში. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რაღაც პირველ სართულზე, სადაც ნაწილობრივ დაზიანდა კიდევაც, იმიტომ რომ რაღაც წყალდიდობისას წყალი შევიდა და სერიოზული საფრთხე შეექმნა აი ამ უძვირფასეს მართლა საუკუნე ნახევრის განმავლობაში მოპოვებულ ძალიან ძვირფას ნივთებს და სამწუხაროდ დღემდე იქ არის ინსტიტუტი. კი, ეხლა დაბინავებულია, რამდენადაც მე ვიცი, ყველაფერი მოწესრიგებულია, ფიზიკური ანთროპოლოგიის განყოფილება, მე მგონი კიდე გაფართოებას აპირებენ, ყველა თავის ქალა შენახულია, ყველაფერი გადარჩენილია, ყველა ეთნოგრაფიული მასალა, არქივი არის წესრიგში მოყვანილი, აბსოლუტურად და ჩვენ უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა, რომ ბატონი გიორგი ჩიტაიას მეშვეობით და წყალობით ჩვენ გვაქვს უნიკალური მასალა, იმიტომ რომ არის წესჩვეულებები, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობდა, მაგრამ ისე ვერავინ ვერ ახდენს, როგორც ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სრულყოფილი მასალა. აბსოლუტურად ეს არის დიდი ბატონი გიორგის დამსახურება. ასე რომ და უბრალოდ აი თვითონ ეს ინსტიტუტი ხო გაიყვანეს იმ შენობიდან და მართლა საფრთხე შეექმნა, დიდი შანსი იყო, რომ რაღაც ერთი პატარა კატაკლიზმი და დაღუპულიყო ეს უძვირფასესი, მართლა უდიდესი მეცნიერების მიერ შეგროვებული მასალა, ესეც ისტორიის მიმართ მათ დამოკიდებულებას აჩვენებს კარგად. ეხლა კითხვა, რომელიც მაქვს, შეიძლება ძალიან რთული იყოს საპასუხოდ, მაგრამ ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წეგან ჩამოთვალე, როგორი დიდი მეცნიერები კითხულობდნენ თქვათ ისტორიის კათედრაზე. ეს არ იყო მარტო მეცნიერება, ეს იყო რაღაცნაირად ის პატრიოტიზმის აზრდის სამჭედლო ამავე დროს. ყოველ შემთხვევაში ისტორიის კათედრის ქართველოლოგიური მიმართულება ნამდვილად ასეთი იყო. იქ ახლა სხვა მიმართულებებიც იყო, ისტორიის და მეცნიერული კომუნიზმის მიმართულებები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ქართველოლოგია ნამდვილად იყო პატრიოტიზმის და მეცნიერების სამჭედლო ერთდროულად. და აი რა გავლენა მოახდინა ამ ანტირეფორმებმა, რეფორმას ამას ვერ უწოდებთ, თვითონ შინაარსზე სწავლების, თუ გაქვთ ამაზე დაკვირვება. კი, როგორ არა, მოახდინა ძალიან დიდი გავლენა. მე ესე იგი კიდე მოგიყვანთ თქვენ ერთ მაგალითს, ეს არის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. ახლა საიდან ვიცი, ჩემს განყოფილებაში არის ირაკლი იმედაძე, რომელიც იყო დირექტორი ამ ფსიქოლოგიის ინსტიტუტში და აი ის ფაქტიურად ის ინსტიტუტი რაღაცნაირად გაიბნა. ანუ ის მეცნიერული მუშაობა ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ აღარ მიმდინარეობს. არა მარტო აქ ყველგან თავს ვერ დავდეთ, მე არ ვიცი ახლა სხვადასხვა დარგებში, მაგრამ თქვენ მართალი ბრძანდებით, ის ხალხი, რომელიც თქვენ უნივერსიტეტში ჩამოასახელეთ, ესე გიორგი მელიქიშვილიც დაწყებული, ესენი ყველანი ჩვენ ინსტიტუტშიც მუშაობდნენ, იქაც იყვნენ და აქაც იყვნენ, ხო? დირექტორი იყო ჩვენი და ესე იგი ძალიან წარმატებული ინსტიტუტი ჰქონდა, ძალიან მაღალი დონის მეცნიერები იყვნენ ჩვენთან და ზუსტად ეგ ვთქვი მე, როდესაც ისინი გაუშვეს, ჩვენთან იყვნენ იცით ძალიან მაღალი დონის ქალები, რომლებიც არ იყვნენ გათხოვილი. მთელი ცხოვრება მიუძღვნეს მეცნიერულ კვლევას და ის ადამიანები უბრალოდ აღარ მიიღეს. გააგდეს ესე გამოვიდა. ჩემმა ჯგუფმა და მე თავს უშველეთ, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაცია გავხსენით ჩვენ ბატონმა დავითმაც გახსნა არასამთავრობო ორგანიზაცია და შევეფარეთ ესე იგი აკადემიას ბატონმა თამაზ გამყრელიძემ თვეში ერთხელ გამოგვიყო დარბაზი და მინდა გითხრათ რომ ჩვენ ესე იგი გამოგდებულები უფრო მეტ იმას რა ქვია ნაშრომებს ვცემდით ვიდრე დარჩენილები.
იყო ასეთი პერიოდი. იმიტომ რომ ჩვენ ვაგრძელებდით ჩვენ სამუშაოს და ბატონო თამაზმა მოგცა იქ ერთი ოთახი და იქ ვიყავით შეფარებული, ვიკრიბებოდით. ამ პერიოდში გავაკეთეთ ძალიან ბევრი ნაშრომი, ამ პერიოდში გაკეთდა უზარმაზარი ნაშრომი ქართველები 800 გვერდიანი და ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ესე გარეთ მყოფებისგან. აი ეს მოვახერხეთ ჩვენ, ასე იგი ჩვენ უკან არ დაგვიხევია, მეც მაქვს ესე იგი არასამთავრობო ორგანიზაცია, მოვიპოვებ ხოლმე პროექტებს და დღემდე მუშაობ ძალიან წარმატებით. ძალიან ბევრი წიგნი გვაქვს გამოცემული. ჩემს გუნდს ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო. გამჭვირვალობის კანონმა თქვენ არ შეგაშინათ. არა, აბსოლუტურად. აბსოლუტურად. ქართულ საქმეს ემსახურებით. კი, როგორ არა. დიდი მადლობა ამისთვის. აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი, ეთნოლოგი, მეცნიერი, ღვაწლმოსილი ქალბატონი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ჩვენს წინაშე წარმოსდექით. რა თქმა უნდა, დაუსრულებლად შეიძლება თქვენთან საინტერესო საუბარი და იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ საჯაროს ხდომის მიღმაც ურთიერთობას იმისათვის, რომ დასკვნაში ყველაფერი ისე აისახოს, როგორც ეს რეალობას შეეფერება. თქვენს დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მე ასე ვთქვათ, ორმხრივად ბატონი შალვას გამო და თამარის გამო შვიდად წავალ ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი მოვალეობა, რომ ეს საკითხი სადღაც უნდა დაფიქსირებულიყო და არ უნდა დაკარგულიყო. დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა თქვენ.